გამარჯობა, ღამის ამბებში მოგესალმებით გია ხუხაშვილი და მე დიანა ტრაპაიძე. ყოველ 4 შაბათს 12-ის ნახევარზე TV პირველზე ჩვენი დროა. მოგესალმებით. მოგესალმებით. როგორ გძნობთ თავს ამ ამპლუაში? ხო, არა, ამპლუა არ არის ჩემთვის სტანდარტული, რა თქმა უნდა. ცნობის მოყვარეებს, ვისაც აინტერესებს, როგორ მოხდიან გაუგებრობაში, რა მიზეზები ქონდა ამ ყველაფერს, ორი სიტყვით ვიტყვი, რომ პირველი ის, რომ ქვეყანაში მიდის ისეთი არაერთგვაროვანი და საკმაოდ რთული პროცესი. მე საერთოდ კითხვებზე ვპასუხობ, მაგრამ ყველა კითხვაზე პასუხი ნამდვილად არა მაქვს და მეც კი დავიბენე თქვენ წარმოიდგინეთ. თქვენ შეგეძლებათ აქ დასვათ კითხვები ასევე. აქედან დავსვა კითხვები და დიანასთან ერთად შენთან ერთადაც გავიარო ბევრი საკითხი, იმიტომ რომ მე არ მიმაჩნია ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რომ მე არ მიმაჩნია რომ შემართო ჟურნალისტი ხარ ჩვენ. თანამებრძოლები ვარ ძალიან ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ სააკაშვილის მანკიერებას ვებრძოდით და ეხლაც შედარებით რბილად, მაგრამ ხელისუფლებასაც ვაკრიტიკებთ, ხო? იმედია ისეთივე აგრესია არ დაგჭირდება, უბრალოდ ისეთივე ტონალობაში არ დაგჭირდება საუბარი საბოლოო ჯამში, როგორც იმ რეჟიმს შესაუბრებოდით. კარგი. დავიწყოთ საუბარი. პირველი თემა გვექნება ასეთი. დომინანტი პარტია, რომელიც წარმოდგენილია მთავრობაში, პარლამენტში, ირიბად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ადგილობრივ თვითმმართველობებში, ყველგან სადაც ძალაუფლებაა და ამ ძლიერი პარტიიდან მიდიან. პირველი იყო ეკაბესელია, შემდეგ ბექანაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, გედი ფოფხაძე. დღეს გავიგეთ, რომ ზვიად კვაჭანტირაძე წავიდა ამ პარტიიდან და ვიცით ასევე ვინ ემზადება წასასვლელად, კობან ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი და წამსვლელთა შორის მოიაზრებიან ის ადამიანებიც, ვინ ეკაბესელიას საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა, მაგრამ პარტიაში დარჩა ამ ეტაპზე. ამბობენ, რომ სანამ იქ რესურსი არსებობს, რატომ მიდიან აი ამ დომინანტი, გავლენიანი, ძლიერი ძალაუფლების პარტიიდან? მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს 2020 წლამდე აქვთ თავიანთი გარანტირებული ადგილი პარლამენტში. ისინი არიან დეპუტატები. ამ ეტაპზე შესაძლოა ისინი საკუთარ პერსპექტივას ამ პარტიაში ნაკლებად ხედავენ, მაგრამ გარანტირებულები არიან 2020 წლამდე, ხოლო რა იქნება 2020 წლამდე არ იციან, ყოველ შემთხვევაში მათთან დაკავშირებით რა იქნება. ამიტომ რა საკუთარი პერსპექტივის გაჩენა დაიწყეს, თან ეს დაემთხვა მათთვის მეტნაკლებად მტკივნეულ თემებს, მაგალითად ბესელიას და გოგიჩაიშვილის შემთხვევაში სასამართლოს თემას და სხვა. მოკლედ მე ვფიქრობ, რომ ეს არის პერსპექტივის ძიება. თქვენ როგორ ფიქრობთ? ნუ ტაქტიკურად შეიძლება ეს მიზეზი არსებობდეს, მაგრამ დიდ სურათს რო შევხედოთ, მიზეზები ალბათ უფრო სერიოზულია, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ამ სხვადასხვა დაჯგუფებებზე ვლაპარაკობ და ქართული ოცნება ყოველთვის ძალიან ეკლექტური იყო, ხო? მაგრამ ეს ეკლექტური წარმონაქმნის კონსოლიდაცია ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის გამო. ერთი ადამიანის მხრებზე იდო ეს ყველაფერი, ის იყო ფაქტობრივად გამაერთიანებელი ელემენტი, სხვა ხო არაფერი არ აერთიანებდა ხა ბესელიას და კობახიძეს პირველივე დღიდან, ხო, გასაგები იყო არც სოფხედველობა, არც ადამიანური ურთიერთობები და არაფერი. მაგრამ დღესაც ივანიშვილი რჩება, ანუ პარტიას საინტერესო სხვადასხვა ეკაბესელი ამბობს, რომ აი მე წამოვედი დღეს დარჩნენ ესენი ოცნებაში, სხვათა შორის აი მანანა კობახიძეც წავიდა ოცნებიდან. შეიძლება ბესელია სხვა პოლიტიკური წონა, გავლენა, რესურსი და სტაჟი ქონდა, მაგრამ კობახიძე მაგალითად პარტიის თავმჯდომარე იყო რაღაც პერიოდი ივანიშვილამდე სხვათა შორის. ხო, მაგრამ გასაგებია რა რის გამოც, მაგრამ ვიღაცები წასულან ამ პარტიიდან, თლად პრემიერები და პარტიის თავმჯდომარეებიც წასულან. იმიტომ რომ პრემიერები ხომ პარტიის თავმჯდომარეებიც იყვნენ, ვიდრე ივანიშვილ ბახტაძის დუეტამდე. გეტყვით ჩემ მოსაზრებას, ანუ საქმე იმაშია, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ხო ორი ელემენტისგან შედგებოდა ყოველთვის, ეს იყო ერთის მხრივ მისი რესურსები, ანუ ეს ადამიანები ერთის მხრივ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობდნენ და კეთილდღეობა მე ფული არ მაქვს მარტო მხედველობაში. კარიერული სვლა, დაუშვათ იქ თავისი ადგილის მოზომვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მეორე იყო მისი ავტორიტეტი, ანუ ლეგენდა ბიძინა ივანიშვილზე, ხო? და ამ ადამიანებს ნამდვილად ჰქონდათ წმენა, გარკვეული გაგებით ეს ყველა იყო მრევლი, თუნდაც ერთმანეთთან დაპირისპირებული, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც სწამდათ ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის, რომ ის რაღაც სასწაულებს ახდენს, სასწაულმოქმედია და რაღაც ქვეყნისთვისაც გააკეთებს და ჩვენც კარგად ვიქნებით და ყველაფერი კარგად იქნება.
აი საპრეზიდენტო არჩევნები გახდა წყალგამყოფი ერთგვარი. ეს მითოლოგია ეხლა აღარ არსებობს. ხო, აი წყალგამყოფი გახდა, ხო, ანუ ბიძინა ივანიშვილი დარჩა ძალის ცენტრად, მაგრამ ის აღარ არის ავტორიტეტი. ანუ აი ეს ესე რომ ვთქვათ, ფსევდორელიგია, ხო, რაც ბიძინა ივანიშვილის ამ ლეგენდაზე იდგა, დაიმსხრა უბრალოდ. აი ძალიან ჟარგონულად ვიტყვი, აი გედიებლატავება, ან ვიღაც, აი კობან არჩემაშვილი ვახსენეთ, სხვათა შორის ვიდრე გადაცემა დაიწყებოდა, აი ბოლო კაცი იყო, ვინც ედუარდ შევარდნაძესთან ერთად იყო ბოლომდე. არ ვავლებ ეხა ამ ლიდერებს შორის პარალელს, მაგრამ აქ უნდა წასვლა. იმიტომ რომ აღარ არის ავტორიტეტი. ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ავტორიტეტი. აღარ არის ავტორიტეტი თუ აი მე რაც ვთქვი რომ მე ვფიქრობ რომ ამ ადამიანებმა საკუთარი მომავალიც ბუნდოვნად დაინახეს ამ პარტიაში. ხო, ანუ მისი უძლეველობის მითი რახან დაიმსხრა, ხო, და ბიძინა ივანიშვილმა რეალურად წააგო არჩევნები, ხო, საპრეზიდენტო არჩევნები, პირველი ტური იყო მისი, მეორე ტურში მას ხო დაჭირდა გარეძალების მოხმობა, ხო, ეგრეთ წოდებული კონსერვატული ფრთა ქართული პოლიტიკის ვინც მოიგო საბოლოო ჯამში არჩევნები. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებს ესეც გაუჩნდა, მე ამას ვადასტურებ, რომ ეხა თუ წააგო 2020-ში მოგების რაღა გარანტია არსებობს, ხო, ადამიანი შეცდომებს უშვებს, ეს შეცდომები იყო აბსოლუტურად აშკარა, ნუ ყველასთვის აშკარა და კატალიზატორი გახდა უკვე შემდგომი პროცესები, ხო? აი ამ დროს უკვე ბიძინა ივანიშვილი დადგა გარკვეული დილემის წინაშე, ანუ მისი ნარატივი მმართველობის რაზე იდგა. იდგა იმაზე, რომ ყველას ჰქონდა მისი ვალი, მას არავისი ვალი არ ჰქონდა, ხო? უცბად აღმოჩნდა, რომ მისი შეცდომების გამო შეიქმნა პრობლემა, მისი ავტორიტეტი დაიმსხრა და გაუჩნდა ვალი, აი თუნდაც იმ ხალხის ვის დღეს გადის, იმიტომ რომ ეს ადამიანები თვლიან, რომ მათ დამსახურება აქვთ და ბიძინა ივანიშვილი წყვილად ჩაგრავს და აბსოლუტურად დაუმსახურებლად ზის კობახიძე დაუშვათ იმ კაბინეტში, იმიტომ რომ რეალურად პირველი ტური მაგრამ ის კობახიძე ხომ ივანიშვილის არჩევანია და ამ პარტიის ლიდერი ხომ მაინც ივანიშვილია. აღარ ეპოებიან დიანა, ზუსტად ამაშია საქმე, ანუ რის გამო ან მეტი გადაიხადე, ანუ თუ ბიძინა ივანიშვილთან რის გამო იყვნენ? ერთი ავტორიტეტი, რომ მისი სიტყვა იყო ჭეშმარიტება ბოლო ინსტანციაში და პრინციპში ეჭქვეშ დაყენება არ შეიძლებოდა, ეს იყო იმის ესე რომ ვთქვათ, რაღაც ძალიან დიდი ცოდვის ტოლფასი და მეორე იყო სიკეთეების მიღება, ხო, თავისი კარიერა ან ფული ან რაღაცა, ხო? ეხა სიკეთე ამ კეთილდღეობის დათმობაც არავის არ უნდა, მაგრამ აღარ არიან კმაყოფილი იმაზე. მაშინ ორჯერ მეტი გადაიხადე, ხო? ანუ მეტი გადაგვიხადე, ჩვენ მეტი გვეკუთვნის. ანუ ბიძინა ივანიშვილთან ადრე თუ ვერ ბედავდნენ ამ ტონში ლაპარაკს, რომ მეტი გადამიხადე, მე რატომ უნდა ვიყო ჩვეულებრივი დეპუტატი, ხო? და რატომ უნდა იყოს კობახიძე დაუმსახურებელი პარლამენტის თავმჯდომარე, კომიტეტის თავმჯდომარე მაინც ვიყო. ანუ აი ეს ტენდენციები წამოვიდა, ბიძინა გამომდინარე იქიდან ეკასთან მიმართებაში ეს არ გამოდის რატომ? იმიტომ რომ თავადაც ამბობს რომ უფრო მაღალი სტატუსი შემომთავაზეს ვიცე-სპიკერობის და მე უარზე ვიყავი. მე ვფიქრობ ეკასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ის მიზეზი არის, რასაც ამბობ, იმიტომ რომ ბუნდოვანია 2020 წელს რა მოხდება. გარდა მაგისა, კივნეული თემები ხა, იმიტომ რომ ძალიან ოჯახებს ამ ადამიანებს შეეხო თავის დროზე ესახელი და გვარები. ნუ ნაწილობრივ გავიზიარებ, მაგრამ მეორე მხრივ ხა ის მურუსიძე 2013-ში იუსტიციის საბჭოს მდივნად რო ინიშნებოდა, კაცო, სად იყო ბესელია მაშინ, ძალიან მაინტერესებს. მე არ მახსოვს ეხა მე და შენ დიანა ბევრს ლაპარაკობდით ამაზე, ხო, როგორ შეიძლებოდა ისი ყოფილიყო. სხვათა შორის მე ითმინოდა ეხა ამაზე ილაპარაკო, ხო? კი ბატონო, მე მამონტი გუნდის შიგნითო არ ვიცი ეს არგუმენტია. სხვათა შორის საერთაშორისო გამჭვირვალობამ გამოაქვეყნა და მართლა კარგად მახსოვს ეს მოვლენები, მაგრამ ქრონოლოგიურად აღწერა ოცნებისა და სასამართლოს ურთიერთობა და მართლა არ ვიცი ხა ეს როგორ რამდენად დასაჯერებელია, მაგრამ მართლა ასეა, ერთადერთი ადამიანი ოცნებიდან ღიად, ვინც აი ამ კლანს დაუპირისპირდა თქვა რომ ეს იყო თეა წულუკიანი თავიდან და შემდეგ ისიც აი მარტო გამოჩნდა აი ამ ქრონოლოგიაშიც გამოჩნდა რომ თავიდან ის ამბობდა რომ ამ ადამიანებისგან უნდა გავწმინდოთ და ასევე იყო საუბარი მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელ კომისიას სასამართლო სისტემას გაუჩნდა ამის შიში რომ იქ მოხდებოდა ამორჩევა მათი გაყრა სისტემიდან და შეიკრნენ და შეკავშირდნენ ისეთი ხალხის ირგვლივ რომლების
დღესაც არიან ეგრეთ წოდებული კლანი. მე არ მინდა ეხლა რა ეკა რადგან ამ გზას დაადგა, ხო მე არ მინდა მისი ზედმეტი კრიტიკა და მზად ვარ დავივიწყო სასული და წინ ვიყურო, მაგრამ მეორე მხრივ ეხლა რო ამოწიოთ ის პოლიტიკოსია ნამდვილად ამ გუნდში ასპევზე ვერ ითქმის. რო ამოწიოთ ეხლა ჩვენ მისი კომენტარები სხვადასხვა სენსიტიურ საქმეებზე სასამართლოებში, ხო? დაუშვათ იგივე რუსთავიორის საქმე იყო, გუშინ სხვა შორის რუსთავიორის ეთერში იყო მისული, ხო? და ადრე რას ლაპარაკობდა ეს ანუ მე იმის თქმა მინდა რომ ამოვწიოთ ხო ის ყველანაირად ცდილობდა რომ გაემართლებინა ეს სასამართლოში აი ეს პროცესები და ეს პროცესი ეს ავგიასთავლად ეს სასამართლო ეხა ხო არ გამხდარა კაცო იგივე იუსტიცია ეს ხო სასამართლოდან არ მოდის სად არის ბოროტების სათავე იუსტიციის საბჭოშია ჩადებული ხო იქიდან არ მოდიან ეს მოსამართლე ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში სხვათა შორის დაკომპლექტებაში ეკაბესელიას რა წვლილი აქვს მიღებული არ გააკარეს, როგორ დავიჯერო? საპროკურორო საბჭოში მე ვზივარ? რანაირად ხდება ეს ყველაფერი? ჩვენ მეორე ბლოკში გვეყოლება სტუმარი. სხვათა შორის მასთან ერთად ვისაუბრებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველთვის გვეყოლება სტუმარი, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ამ ეთერში ამ არხზე ბევრი სტუმრიანი გადაცემა, მათ შორის დღეს მე შევაწყინე თავი მაყურებელს და უამრავი სტუმრის პოზიცია მოვასმენე. მოდით მოვყვეთ როგორია დღეს ქართული ოცნება პარტია მის საპარლამენტო შემადგენლობას შევხედოთ პირობითად დავყავით ჩვენ მაყურებელი ნახავს აი ამ ფოტოებით ეგრეთ წოდებული ძველი გვარდია აი ამ გვარდიაში ჩვენ შევიყვანეთ ზვიად ძიძიგური გიავოლსკი ერეკლე ტრიპოლსკი ოთარ ჩდილელი ზვიად კვაჭანტირაძე ირაკლი სესიაშვილი ნუკრი ქანთარია ზაქარია ქუცნაშვილი დიმიტრი ხუნდაძე და აი ზვიად კვაჭანტირაძე ეს გრაფიკა დავამონტაჟეთ თუ არა მაყურებელი ხედავს ეთერში, ზვიად კვაჭანტირაძე აღარ არის ამ სიაში. მოგეთ ძველი გვარდია, ძველები. და შემდეგ მოდის ახალი ელიტა, ეგრეთ წოდებული კობახიძის გუნდი, მაგრამ მარტო კობახიძის არა იქ არის ასევე, როცა კვირიკაშვილი იყო პრემიერი და ლიდერი, მის მიერ ამ გუნდში შეყვანილი ადამიანები, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ რომ აი შევხედოთ ვინ არიან ეს ადამიანები, ნინო წილოსანი, თამარ ხულორდავა, ვანო ზარდიაშვილი, რატიო ნათამიშვილი, თალაკვაძე, დინარაძე, მოგეთ ახლები. ასევე არსებობენ ამ გუნდში მიგრანტები, ეს გიას ტერმინია მიგრანტები და ასე მოიხსენიებს ის დეპუტატებს, რომლებიც გადმოყვა ოცნებას წინა თავრობიდან. პარტიაში გადადიან, იქიდან გამომდინარე, თუ ვინ არის ხელისუფლებაში და საკუთარი ძირითადად საკუთარი ბიზნესის კრიშვით არიან დაკავებული, მეც არაფერს არ აკეთებენ. და ესერი არიან ასევე უკვე წასულები და წასასვლელად გამზადებული ადამიანები. ფიქრობთ, რომ ბევრი წავა? შეიძლება რაღაც ეტაპზე შეჩერდეს ახლა აი ამ ცნობილი გვარების შემდეგ. მეც ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, იმიტომ რომ აი საერთოდ რატო გახდა ამაზე საუბარი საჭირო, ხო? ახლა ეს ჯგუფები ხო თავიდანვე არსებობდა, მაგრამ საჭირო გახდა ზუსტად იმიტომ, რომ აი საპრეზიდენტო არჩევნებმა რადგან მოახდინა, ესე რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის მითის დანგრევა, ანუ ის როგორც ავტორიტეტი უპირობო აღარ არსებობს, ხო? ეს დეგრადაციის, ანუ ამის დეზინტეგრაციის პროცესი დაიწყო. ყველამ დაიწყო საკუთარი დღის წესრიგის შემუშავება, იმიტომ რომ ავტორიტეტი ისეთი შეულახავი აღარ არის და აი ეს მოძრაობები წავიდა. ყველა ეს ჯგუფი, ყველა ამ ჯგუფში არის გარკვეული პოტენციალი იმისა, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ხო, თუ ჩვენ პროგნოზის გაკეთება გვინდა ხა. ძველი გვარდია უკვე საკმაოდ დასუსტებულია. და პრინციპში იქ კიდე გარკვეული ძველს დაახლებს რითი ვასხვავებთ ასაკით? არა, ასაკით რატო კაცო, ეს არის ხალხი, ვინც მონაწილეობს. აი როცა ეს თქვენი დაყოფაა სხვათა შორის და ახალი ელიტა, გასაგებია ისედაც ახლებად და ძველებად, მაგრამ ეს ძალიან ასაკია თუ ასაკი პირობითია? არა, აბსოლუტურად პირობითია, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ სტაჟი მაშინ. არც სტაჟი, ჩვენ საუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც ებრძოდნენ, მართლა რეალურად ებრძოდნენ წინა რეჟიმს. და ჩვენთან ერთად შემოვიდნენ ხელისუფლებაში, ხო? ამ ადამიანებზეა ძველ გვარდიას თვითონ ეს ჩემი ტერმინი არის, ძველი გვარდია ბიძინა ივანიშვილის ტერმინია, მე მგონი. კი, მიმართ, სხვათა შორის გვაქვს ეს კომენტარები, არქივის გახსენება ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ არქივში არის ყველაფრის გასაღები. ხო და ამ ადამიანებზე იქ ახალგაზრდებიც იყვნენ ჩვენთან ერთად, კაცო, და მე იგივე, ну ძალიან ბევრი იყო ახალგაზრდაც, ხო?
ახალი ელიტას გულისხმობ ადამიანებს, რომლებიც მერე მოვიდნენ, გამზდებულზე მოვიდნენ, ესე რომ ვთქვათ, ზოგი მოვიდა წინა ხელისუფლებიდან და საკმაოდ ოდიოზური წარსულის მქონეები არიან, ზოგი საიდანღაც მოიყვანეს გაუგებარი ადგილებიდან, ხო? მათ შორის შეიძლება საინტერესოებიც არიან, ეხლა ყველას ის არ მინდა, ხო, ესე რომ ვთქვათ, ყველას კრიტიკა ნამდვილად არ მინდა და მით უმეტეს რომ ეს ახალი ელიტაც არის ერთგვაროვანი, ჩვენ არ წარმოვიდგინოთ ისე რომ ამ ახალ ელიტაში ყველა კობახიძესთან კავშირშია, იმიტომ რომ მე რას ვაკვირდები იგივე ლევან კობერიძეც ახალია, მაგალითად ამ კობერიძე, ხო? ესე რომ ვთქვათ, ცდილობს რომ თქვათ არ ჩაყვეს აი ამ მარაზმს, რასაც ქვია, ხო? იგივე თამარ ჩუგოშვილი, ჩანს ყოველ შემთხვევაში, რომ შინაგანი პროტესტის გრძნობა აქვს და კიდე არიან ალბათ ხო რომან კაკულია, ხო? ეს საწყალი კაცი რა დღეს ჩააგდეს, ხო? რაღაც ორდღიანი გამორჩეული დეპუტატი უმრავლესობაში მართლა თავისი პოზიციებით ორდღიანი რაღაც ისეთი, აი იმედი გაგვიჩინა, რომ ხელისუფლებაში რაღაც ნაკელი წერტილი გაჩნდა, მაგრამ გუშინდელი მეც უკმაყოფილო ვიყავი როგორც მაყურებელი იმით რაც მოხდა, მაგრამ მაინც ნიშნები გამოუშვა რეალურად რა ხდებოდა. მაგალითად თქვა რომ ეს იყო სამარცხვინო, თქვა რომ იყო ივანიშვილთან და იქ იყო ასევე TBC-ზე საუბარი. აი რაღაც არ არის ის კაცი რომელიც იცრუებს ასეთ დროს. მე სიმართლე გითხრა არც არავინ არ მეჯავრება აქ ეხა მაინც და მაინც ხო და არავის ხელი არ მაქვს ჩაქნეული. ის ცდილობს რა თქმა უნდა და მეც მაქვს მის და ხო, მაგრამ მე მაინც ველოდი რომ ყველაფერს გააკეთებდა რომ გუშინდელი სხდომა ჩაეტარებინა. რა თქმა უნდა, შენ თუ მიდიხარ ბრძოლაში, ხო, შენ უნდა იბრძოლო ბოლომდე. კომპრომისები აღარ არსებობს, ხო? იმიტომ რომ ეს არ არის ჩვეულებრივი საკითხები, ხო? ჩვენ არ ვლაპარაკობთ აქ რაღაც ესე რომ ვთქვათ, ისეთ თემებზე, სადაც კომპრომისი შეაძლებელია. მას ეს უნდა გაეკეთებინა და თუ ვერ გააკეთა, განცხადება უნდა მოყოლოდა იქვე, რომ ის ტოვებს ამ თანამდებობას, ხო? მით უმეტეს არ მგონია არ გავს ის იმ კაცს რომ თანამდებობაზე იყოს არგუმენტი იყოს სრულიად მიუღებელი თითქოს ისე დაზარალ თითქოს აი მამუკა ხაზარაძეზე და ბადრი ჯაფარიძეზე მეტად ზრუნავდა ვინმე TBC-ს რეპუტაციულ ან თუნდაც ფინანსურ ზარალზე ეს იყო წმინდა წყლის ცინიზმი ეს იყო აბსოლუტურად ცინიკური მესიჯ ბოქსიდან ამოგდებული ფრაზა არ ამგონია ეს დინარაძე და რამდენიმე ადამიანმა გააკეთა ეს კომენტარი ხო რომ სახელმწიფო ანტისახელმწიფოებრივი იქნებოდა ეს არის ძალიან ცინიკური განცხადებები იმიტომ რომ თუ ისინი ბანკის რეპუტაციაზე ფიქრობდნენ და სახელმწიფოზე ფიქრობდნენ ის გაჟონვა რაც მოაწყვეს ხო სადაც გახსოვთ რითი დაიწყო ეს ისტორია ერთ-ერთი სააგენტოზე მოხდა გაჟონვა სისხლის სამართლის საქმის მთელი საქმე გაიჟონა ეს ის კი არ იყო რომ ინფორმაციამ გაჟონა რომ რაღაც TBC ბანკში ხდება დეტალურად არის მოყოლილი მეორე დღეს მესამე დღეს რაც მოყვა ასევე დეტალურად პროკურატურიდან გატანილი პირდაპირ სისხლის სამართლის საქმის გაჟონვა მოაწყვეს და ესენი ლაპარაკობენ სახელმწიფოებრიობაზე ეს ადამიანები ლაპარაკობენ თუ თვითონ არაფერ შუაში არ იციან ეხლა რას ვამბობ მე აი ეს არის პრობლემა ხო აქედან გამომდინარე ახალ ელიტაშიც იმედი მაქვს რომ აქაც რაღაცა პროცესები იქნება ну ეხა მიგრანტებზე და მედროვეებზე საერთოდ არ ვლაპარაკობ იმიტომ რომ ეს არის ყველაზე სტაბილური სეგმენტი დღეს ბიძინა ივანიშვილი არის ვის იმედზე იცი დიანა აი ამ მაჟორიტარების იმედზეა და მრევლის იმედზეა. ანუ ადამიანები რომლებიც რაც არ უნდა გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა, აი სასწაულები რო ჩაატაროს, სასწაული აი სიბრიყვეები რო ჩაიდინოს, მაინც იტყვიან რომ რაღაცა აქვს ჩაფიქრებული. მივყვეთ ამომრჩეველს. ხა ვინ არის ჩვენ მოვყევით დაახლოებით როგორ გამოიყურება მისი საპარლამენტო შემადგენლობა, მაგრამ პარტია მხოლოდ პარლამენტი არ არის, ესეც არის, მთავრობაც არის და ადგილობრივი თვითმმართველობებიც. ამომრჩეველი ეს არის მრევლი რომელსაც თქვენ უწოდებთ ესეც გიას დაყოფა მრევლი რომელიც ყველაფერს ამართლებს ანტიმიშა ანუ ყველაფერს ამართლებს მიშას მოbrunების შიშით და ამაზე ალბათ შევთანხმდებით რომ ამაზეც დგას მთელი ოცნების სტრატეგია და
იდგა ხო ეს აღარ იმუშავებს ეს მესიჯი ბატონო, მეც ვფიქრობ რომ ნაკლებად და დაინტერესებულები ეს არის საჯარო სამსახურში მყოფი პირები დაწინაურებული ოცნების პირობებში ბიზნეს ინტერესების მქონე ან რაღაც გარკვეული ოცნების პირობებში რაღაც სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლები მოკლედ აი დაინტერესებული აუდიტორია აქ რა ხდება ანტიმიშაც იკლებს არა ანტიმიშა კი არ იკლებს თითქმის განულდა უკვე იმიტომ რომ ანტიმიშა იდგა აი ამ კონსერვატულ ფრთასთან ერთად რომელიც ახლა ქართული ოცნებიდან მიდის ხო ანუ ერთის მხრივ ეს იყო გარე პოლიტიკური ძალები ანუ იგივე პატრიოტთა ალიანსი მოდით ესე ვთქვათ ხო და ადამიანები რომლებსაც მართლა ეშინიათ და მესმის იმ ადამიანების წინახელისუფლების დაბრუნებით მე ვფიქრობ რომ გამომდინარე აი მარჩევანიდან დილემაზე ნუ მე ვილაპარაკებ რა მაქვს ხედველობაში ბიზნა ივანიშვილის დილემა აი ამ დილემის არასწორი დილემიდან გამომდინარე არასწორი გადაწყვეტილების გამო ანტიმიშა ფაქტობრივად ქართულმა ოცნებამ მთლიანად დაკარგა ну ძალიან ცოტა დარჩა ხო ну აი განსაკუთრებით ვისაც იზიზღება სხვათა შორის მომეჩვენა რომ ლიეჟის ამბავი რა იყო იცი რომ მიშა არსად არ ჩანდა რაღაც პერიოდი და აი საფრთხობელად დაიკარგა და აი ჩააკითხეს ლიეჟში რაღაც ინსპირაცია იყო კონფლიქტის რომ აი ის აქ არის აღარ გამოდის აღარ მუშაობს იმიტომ რომ ეხა ერთადერთი ეხა დარჩა ეს მრევლი და მრევლის რაოდენობა ცოტაა მოგეხსენებათ და დაინტერესებული ნუ საჯარო სექტორი გასაგებია დაახლოებით 10-12% ეს ნებისმიერ ხელისუფლებას ყავს და ეს ეყოლება ხო მრევლის რაოდენობა შემცირდა და მრევლი ბიძინა ივანიშვილს ნაკლები ყავს ვიდრე მიშა სააკაშვილს და თუნდაც ზვიად გამსახურდიას ხო ბევრად ნაკლები ყავს და ეს ელექტორალურად ბევრს არაფერს არ აძლევს ანტიმიშა დაკარგა ასე რომ დღეს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი იმედი არის რესურსი მეტი იმედი საარჩევნოთ მას აღარ ეს რესურსი რა არის ყველა ამბობს ამ სიტყვას და სხვადასხვა რამეს გულისხმობს შეიძლება ეს იყოს ფინანსური ინტელექტუალური არ ვიცი ინტელექტუალური კონდეს რა უშავდა მაშინ რა ინტელექტუალური რო არ არის იქ მის იგრული ეს არის პრობლემა ზუსტად ხო ერთ-ერთი დიდი პრობლემა ეს არის რა თქმა უნდა ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი, ფინანსური ნაკადების კონტროლი და სპეცკონტროლი. აი ეს არის რესურსი და მას იმედია ის ელექტორატზე აღარც ფიქრობს. ის ფიქრობს ეხლა რომ აი ეს რესურსები სასამართლო კონტროლის ქვეშ დააყენოს, ანუ პოლიტიკურ ვერტიკალში ჩასვას. ამ პერიპეტიებში ვართ ეხლა ჩვენ, ხო? როდესაც მთელი სახელმწიფო მანქანის მონოპოლიზაციისთვის იბრძვის, გამყარებისთვის იბრძვის და ერთის მხრივ და მეორე შორის აი ისმის კითხვა ძალიან ბევრი ფინანსური ნაკადები. აი რატო გადააყოლა პარტია მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, რატო გადააყოლა? ჯერთი ვფიქრობ რომ თავისით პროცესი ისე მახინჯად წარიმართა რომ აი აქამდე მივიდა ეს ერთი და მეორეც ერთი რა აზრი აქვს თუ პროკურატურაზე გაქვს კონტროლი უსაფრთხოების სამსახურზე, პოლიტიკურ ნაწილზე, პარტიის თქვა თავრობაზე თუ არ გაქვს სასამართლოზე. ანუ ან ყველაფერს აკონტროლებ, ან ეს 80%-ის კონტროლს აზრი არ აქვს. ეს არის ეს ჩემი არგუმენტია. არის ეს არგუმენტი? მე გავიზიარებდი ამას, ანუ გამომდინარე იქიდან რომ რესურსების მონოპოლიზაცია ხდება, ერთ-ერთი ინსტრუმენტი პოზიტიური დღესასრიგი არ არსებობს, ელექტორატის მობრუნების პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი და დარჩა რა, ხო, ანუ ვერტიკალი მთლიანად უნდა დააყენოს კონტროლის ქვეშ და ეცადოს რომ ამ რესურსების ბაზაზე გაიმყაროს და შეინარჩუნოს ძალაუფლება, ხო? მის წინაშე იდგა დილემა. მე არ ამგონია რომ მან ახლა საპრეზიდენტო არჩევნებზე რაც შეგვირდა, მაშინ იტყუებოდა, ხო? მან ხო თქვა რომ მე ახლა კი ბატონო ცუდ რაღაცებს ვაკეთებდით, ხვალიდან გამოვსწორდები, კარგი ბიჭი ვიქნები, ერთი წელი მაცადეთ, ხო? ამის შემდეგ ის დადგა აი ამ დილემის წინაშე, ფაქტიურად. ან რეალურად უნდა დაეწყო ცვლილებები, რასაც ითხოვდა საზოგადოება მისგან, ხო, იგივე სასამართლოს მიმართულებით იქნებოდა თუ სხვა უფლებების მიმართულებით, ან შეპოტინებოდა ამ სისტემას, ხო? და არ გაეშვა ხელიდან. ორივე სახიფათო მიმართულება იყო მისთვის, რაღაც სუქცვანგის მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ გამომდინარე მისი აი მართვის ფილოსოფიიდან, რაც რაში მდგომარეობს, ხო, რომ ყველას მისი ვალი აქვს. მას არავისი ვალი არ უნდა ქონდეს ამ ქვეყანაში.
ძალიან გამაღიზიანებელი იყო მისთვის რაღაც ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება და ამ ვალდებულების გასტუმრება, ხო? ამიტომ ისევ არჩია, რომ სისტემის გამყარებაზე ეზრუნა. და აი ეს ორი თემა იყო სისტემის ესე რომ ვთქვათ ძალაუფლების გამყარების ბოლო ორი გახსნილი თემა. სხვა ხო ყველაფერი გადმოიბარეს ნაციონალური მოძრაობის. არ დაგეთანხმებით, რომ მას არავის ვალი არ აქვს. ამომრჩეველი მოქალაქეები, ეს ვთქვათ, ქვეყანა მას აღიქვამს მასთან ანგარიშვალდებულ პირად. მე მაგალითად მეჩვენება, რომ თავრობის წევრები, პარტიული ელიტა, ისინი საზოგადოებასთან კი არა, ივანიშვილთან ანგარიშვალდებული პირები არიან, რომ ისინი უფრო იმისთვის მუშაობენ, რომ ივანიშვილს მოეწონოს, ვიდრე იმისთვის, რომ შეიძლება ვიღაცას მოეწონოს, მაგრამ თავად ივანიშვილი საზოგადოება პასუხს ივანიშვილს თხოვს, ანუ ის საზოგადოებასთან ანგარიშვალდებული პირია. ყველაზე ხშირად ახსენებენ, აი მთავარი გინახავთ რომ აი პრემიერი ამ კონტექსტში ეხსენებინოთ, ან ირაკლი კობახიძეს ეხა შიგნით აკრიტიკებენ ერთმანეთს, თორემ მთავარი დარტყმის სამიზნე ყოველთვის ივანიშვილია, უკმაყოფილების სამიზნეც ივანიშვილი, ამიტომ ასე არ არის რომ ის ვალში ან მე გეთანხმები რა, მე გეთანხმები იმაში, რომ ის რეალურად ვალშია, მაგრამ მას არ უნდა ამ ვალის აღიარება, ხო? და ანუ ფაქტობრივად რა მოხდა, რომ კი ბატონო, შეიძლება ვალში ვარ, მაგრამ ამ ვალებს არ გადავიხდი, ანუ ფაქტობრივად გადაგდებისკენ წავიდა, ხო? და ისევ სისტემის იმედზე დარჩა აქედან გამომდინარე. მე ამას ვამბობ ზუსტად, რომ სისტემის გამყარება ნაცვლად იმისა, რომ ერთი მიმართულებით ემოძრავა, იმის საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა. ეს კი არა, რომ ვალშია, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ვალშია, იგივე კონსერვატულ ფრთასთან, ხო? ყველაფერს სხვას რო თავი გავანებოთ, მაგრამ რა მოლოდინიც ჰქონდა ამ ფრთას, ხო იმის საწინააღმდეგო წავიდა და ის ადამიანებიც კი, რომლებიც ესე რომ ვთქვათ, მასთან ძალიან ახლოს იყვნენ, დღეს ძალიან კრიტიკულად არიან განწყობილები, ხო? მათ შორის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში ინტეგრირებული არასოდეს არ ყოფილან. აქედან გამომდინარე, მე შეიძლება არასწორად ვთქვი, რომ ვალი არა აქვს, ვალი მას აქვს, მაგრამ არაპირებს ამ ვალის გადახდას, ხო? და რო არ გადაიხადოს ეს ვალი, ხო, რეკეტირები დაიქირავა, რომ არავინ არ მიეკაროს. ორი თემა ქონდა გახსნილი, მარტო, ანუ მოსმენების თემა დახურული ქონდა უკვე. მაჟორიტარები დატოვა, ანუ ყველაფერი ის, რის გამოც მოხდა 2012 წლის აი ესეთი მშვიდობიანი რევოლუცია, ყველაფერი გადმოიბარა, აი ყველა ის მანკიერება, რაც დამახასიათებელი იყო სააკაშვილის რეჟიმისთვის, გადმოიბარა. რამეზე თქვა ამ ხელისუფლებამ უარი, რაც მაშინ ხდებოდა? არაფერზე, ხო? ორი თემა იყო გახსნილი. ეს იყო, რომ მართლმსაჯულების რეფორმა ჯერ დასრულებული არ იყო და ჩვენ გქონდა კიდე ილუზია, რომ კოლექტიურ მურუსიძეს აქედან მაინც მოვიშორებდით და ეს იმედს აჩენდა, თუ სასამართლოში ჯანსაღი პროცესი წავიდოდა, იმედს აჩენდა, რომ დანარჩენი სისტემის გაწმენდაც დაწყებულიყო და ფინანსური ნაკადების კონტროლიც სულ მოსუსტდა და სხვა შორის ბიზნესი ამაზე ლაპარაკობდა, რომ ნაკლებად იგრძნობა დღევანდელ ხელისუფლებაში ბიზნესზე ზეწოლა. გვახსოვს ეს განცხადებები და ხაზარაძეც აცხადებდა, სულ 2 თუ 3 თვის წინ ხაზარაძემაც გააკეთა. ხარდამჭერი იყო, ოცნების ხარდაჭერილი კანდიდატი. ის ამას გულწრფელად ამბობდა, ეხლა კოჭებს კი არ უგორებდა, მართლა ეს სიტუაცია იყო და შესაბამისად ჩვენც გარკვეული იმედი გქონდა, რომ რადგან ეს ორი საკითხი არ არის ჩახურული, ანუ მთლიანად სამართალ მემკვიდრე ჯერ არ გამოუცხადებია ქართულ ოცნებას ნაციონალიზმის. მაგრამ პროცესი ისე მიდიოდა, რომ ტოვებდა ამ იმედების, აი იგივე მართლმსაჯულებაში. არ ვიცი, შეიძლება ზედმეტად ოპტიმისტები ვიყავით. კარგი, მოდით მე მოვამზადე რამდენიმე განცხადება ივანიშვილის, ვფიქრობ მისი და იმ გუნდის, ჩვენ ხომ პრინციპში დღეს ვსაუბრობთ ოცნებაზე, როგორც გუნდზე, რომელსაც ეხლა აქვს კრიზისი და ყოველდღე ვიგებთ ახალი ადამიანების წასვლის შესახებ, რამდენიმე საეტაპო განცხადება, რომელიც მისი და გუნდის ურთიერთობას ეხება. თქვენ მითხარით საყვედურად, ვიდრე ეთერში შემოვიდოთ, რომ კოალიცია არ გაქვს ნახსენები, ანუ კოალიციასთან კონტექსტში არც ერთი განცხადება არ მომიძიებია, იმიტომ რომ საუბრობთ პარტია ქართულ ოცნებაზე. ეს იყო 2013 წლის 24 ნოემბერი, ერთ-ერთი პირველი ესეთი განცხადება, როცა პარტიის ყრილობა ჩაატარა და ივანიშვილი წავიდა საჯარო პოლიტიკიდან, ასე თქვა, ყოველ შემთხვევაში და პარტია დაუტოვა ვის? მოდით ვნახოთ. ვარ რომ მასზე უკეთ ვერავინ წარმოწყვეტ პარტიას. ირაკლის ახალგაზრდა ასაკის მიხედავად
ირაკლის ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად პოლიტიკური ალბოც აქვს და ორგანიზაციული ნიჭიც. ჯერა რომ ირაკლი ღირსეულად ატარებს ამ თვლის გამართლებს ჩვენს ზრდობას და მისი თავმჯდომარეობით პარტია კიდევ უფრო გაძლიერდება და კიდევ უკეთ ორგანიზებული იქნება. დავაზოთ კახი კალაძის კანდიდატურას, რომელიც გამორჩეული სახეა ჩვენს პარტიაში. გამორჩეულია თავისი ნიჭიერებით და პასუხისმგებლობით. ჯერ სულ ახალგაზრდა პოლიტიკაში და ნახეთ როგორი შესაძლოა მიზანსახულობა და შეუპოვრობა გამოიჩინა. ამ განცხადებით მან პარტია, ქვეყანა დაუტოვა, პრინციპში ორი პერსონა გამოიკვეთა, იქ სხვათა შორის მარგველაშვილიც იყო, ეს ის პერიოდია, როცა ისევ ერთად იყვნენ, ღარიბაშვილს და კახი კალაძეს. კახი კალაძე შერჩა ამ პარტიას, ღარიბაშვილი არ შერჩა არც პრემიერის სავარძელს, არც პარტიას. მეორე განცხადება კიდევ, რომელიც გვინდა გავუშვათ, ეს იყო უკვე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მაშინ იმეჯის ჩემი გადაცემის სტუმარი იყო, სადაც ამბობდა, რომ ისეთი გუნდი ყავს შეკრებილი, სადაც ინგლისურიც არ იციან ნორმალურად და ამ ხარვეზის გამოსწორებას გეგმავდა 2016 წლის არჩევნებისთვის. ისიც შევახსენეთ ჩემს თანაგუნდელებს, რომელსაც თითოეულ მათგანს პატივისცემ. ძალიან ბევრი გამოჩენილი ადამიანია იქ, სპორტსმენი თუ მეცნიერი თუ საზოგადო მოღვაწე თუ გნებავთ ხელოვნების მუშაკი. ჩვენ მაშინ გქონდა მხოლოდ ეს შესაძლებლობა მე პირადად და მთელ გუნდს. ჩვენ მოახერხეთ, ესე შეგვერჩია და დაგვეკომპლექტებინა პარლამენტის წევრები, როგორც მოახერხეთ და თითოეული მათგანი არის ღირსეული. მე ესე ვიტყოდი დღეს და მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის. მაგრამ პარლამენტი უნდა იყოს, რა თქმა უნდა შეიცვალოს. გუნდის წევრებად უნდა დარჩენონ ყველანი და იმედი მაქვს ესეც მოხდება, მაგრამ პარლამენტი ახლა ის ფაქტი რომ ინგლისურენოვანი უჭირს დღეს რომ ევროპაში გაგზავნონ. რა თქმა უნდა განათლებული, უფრო დახვეწილი და უნდა მოვიდეს. განათლებული ხალხის ბევრია შეგნით არ მიდეს, შეურაცხყოფად მიიღოს ვინმე. განათლება არ გვაკლია ჩვენ. ძველი ლიდერები მოხვდებიან რა პროცენტულად. პარლამენტში უნდა მოახერხოთ და შევიდეს ისეთი ხალხი, ვისაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კანონ წარმოებაში. 2020-ში ქართული ოცნება იქნება არანაკლებ პოპულარული, თუ გონიათ რომ პოპულარობით გადაასწრებენ, მე კიდევ ასე მგონია, არანაკლებ თუ მეტი პოპულარობა არ ექნება. აი 2020-ში არანაკლებ პოპულარული იქნება ქართული ოცნებაო, ვიდრე მეტარ არიან მოწმუნდნელი. კარგი, და კიდევ რამდენიმე განცხადება არის, მოდით პროდიუსერს ვთხოვ, რომ ერთად გვაჩვენოს, ეს არის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, რომ დაბრუნების მიზეზად გუნდში განხეთქილება დაასახელა, ასევე პირველი ტურის წინ გაკეთებული განცხადება და მეორე ტურის წინ გაკეთებული განცხადება, რომელიც სულისკვეთებით განწყობით ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ხელისუფლების შიგნით დაიწყო გარკვეული დაპირისპირება. რაც გასცდა პოლიტიკური გუნდისთვის მისაღებ დემოკრატიულობისა და ასთა სხვადასხვაობის საზღვრებს დაუშვებელია პირადი უთანხმოებისა და წყინის გამო საერთო პარტიული და მით უმეტეს ეროვნული ამოცანების შესრულებისთვის თუნდაც მცირე დაბრკოლების შექმნა. მე ვიგრძნი, რომ ჩემს მიერ შექმნილი პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, რომლის იდეოლოგიური მდგრადობა მის სახალხოებაშია, ამ პროცესების გაღრმავების შემთხვევაში დაშორდებოდა ხალხს. მე დავბრუნდი პოლიტიკაში სამწუხაროდ და მე მოახერხებ, რომ ეს ვერტიკალი გუნდში გამომხარო. გუნდში ნიჭიერები უფრო წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ. უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება ქართული ოცნების ყველა წევრის მიმართ. პარტიაც გაძლიერდება და მე მოახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში და ამას არ დაჭირდება ბევრი დრო არწმუნებს საზოგადოებას მაქსიმუმ ერთ წელიწადში თქვენ ჩვენ საზოგადოებაში ყველას თავის სახელი ერქმევა და ყველას თავისი ადგილი ექნება მენეჯმენტია ჩემი განივაკი რითაც მე წარმატებას მივახცევ მინდა მიმართო ქართული ოცნების ძველ გვარდიას მათ ვინც შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში მე ვიცი თქვენი გულის ტკივილი მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი გაძლევთ პირობას რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში. მე ვიღებ პასუხისმგებლობას. რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუცვლელი გახდეს. გუნდურობა დაიკარგა, ვერტიკალი იყო ძალიან შესუსტებული. მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა იყო ძალიან სუსტი. გუნდმა დაკარგა გზნობადობა ხალხთან ურთიერთობის გაჩნდა ბზარი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ზედმეტი თვითდაჯერებულობა ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რაც როგორც ვითარდებოდა და როგორც ხდებოდა ურთიერთობა საზოგადოებასთან იმ დონეზე იყო გუნდი დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რომ
კვლევებიც კი პროფესიონალური არ ჩაუდარებია. ესეთი ცდომილება ეს იყო სირცხვილი. ის რასაც ელოდნენ ეგზიტ პოლების შემდგომ მეც კი გამომიყვანეს, ეს იყო სირცხვილი, ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ამის შემდგომ. არის პრობლემები იდენტიფიცირებული? ხო არა, არაფერი არის, ნუ იქ რაღაც ყველა პატრიოტს თავის ადგილს მიუჩენო, ნუ ეხლა განსაკუთრებით ამ გადინების ფონზე, ნუ ძალიან ისე ჟღერს, უცნაურად ჟღერს, ყველაფერს რო თავი გავანებოთ, ხო? ბევრს გული დაწყდება პრინციპში, ვინც ეხლა ამ ფრაზას ნახავს. მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ აი ეს იყო მთავარი ფატალური შეცდომა ივანიშვილის, როდესაც მან დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი, ხო? და მე ვთვლი, რომ ეს სიმძიმე მეც მაქვს პირადად. პირდაპირ გეტყვით, როდესაც მან გამოაცხადა, რომ მას უნდა წასვლა, ყველა ცდილობდა, ნუ ყველა არა, მაგრამ ნუ ბევრი ცდილობდა და მეც ვცდილობდი, რომ ის დარჩენილიყო პრემიერ-მინისტრის რანგში რაღაც პერიოდი კიდე. თქვენ არ წმუნებდით, რომ მე ვარწმუნებდი, მაგრამ ბევრი არაფერი გააკეთეთ აქ. არა, ხო, რაღაც მომენტში მაინც თავი შევიკავე, იმიტომ რომ ნუ ადამიანს, როდესაც რაღაც გააწყვეტილების მიღება უნდა, ძნელია, რომ რაღაც გათავისუფლება უნდა, ნუ ძალიან დააძალო, რომ ეს თვითი დაიტოვოს, ძნელია. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ხედავ, რომ უფრო კატეგორიულები უნდა ყოფილიყავით და იქნებ მასეს ნაბიჯი არ გადაიჭირა. აი რა, დღეს სხვათა შორის დავით უსუფაშვილი მყავდა სტუმრად სხვა გადაცემაში, ეს ღამის ამბებია, ეს დღის ამბებია. იქ დაობდით, მე ვფიქრობ მართლა, რომ პრობლემა არის გადაწყვეტილების მიღების ფორმები, აი ეს მართლობითი სისტემა, რომ ministrები, პრემიერები, პარტიული ლიდერები მასთან ანგარიშვალდებულები უფრო არიან და რომ ის აი მაგალითად მის სახლში იყო სტუმრობა და აი პრემიერის მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში როგორ მიდის მასთან და ეს შთაბეჭდილება, რომელიც გამყარებულია, რომ ის ნიშნავს და ცვლის პრემიერებს და ყველაფერშია ჩართული. ეს კი არის პრობლემა. ეგრეთ წოდებული არაფორმალური მართლობა, მაგრამ ამის მიღმა ის კანცელარიაში იჯდება, იქედან მართავს თუ სხვა ფორმით ჩაერთვება მართლობაში, ეს რას ცვლის თუ მას თუ მთლად არ არის მისი კანიოკი მენეჯმენტი. ანუ ცვლის იმას, რომ გარედან თქვათ არის ნაკლებს ილაპარაკებენ ამაზე, ან არ ილაპარაკებენ, საფუძველი არ ექნება, თორემ რეალობაში მოქმედებაში რა შეცვლის. აი ეს კითხვა მაქვს მართლა. მოქმედებაში ძალიან ბევრს ცვლის, იმიტომ რომ ნუ საერთოდ ხო არსებობს მართლობითი ფორმები, კლასიკური ფორმები და ეხლა ველოსიპედის მოგონებას ვერ დავიწყებთ, ხო? კლასიკური მართვის ფორმებში ძალის ცენტრი, ანუ გააწყვეტილების მიღების ცენტრი და ინსტიტუციური ცენტრი ერთ კაბინეტში ზის, არ შეიძლება ამათი დაშორება. იმიტომ რომ ეს იწვევს სისტემაში მთლიანად უპასუხისმგებლობას. ამაში გეთანხმებით რა თქმა უნდა. უპასუხისმგებლობას. მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ აი ეს მოდელი, რამ მოდელითაც ბიძინა ივანიშვილი მართავდა და პრინციპში დღესაც მართავს, დამახასიათებელია ერთადერთი მართლობითი ფორმისთვის, რაც ქვია თეოკრატია. თეოკრატია, ანუ ყველაფერი მისი ნებით ხდება, ის არ არის იდენტიფიცირებული. ანუ რაღაც კი არის ამბობენ პარტიის ლიდერი. ხო, არა, ეხლა კი შედარებით, მაგრამ ეს პრობლემა მაინც არ გადაწყდა, მაინც თეოკრატიის პრინციპით იმართება. მაგრამ თეოკრატია, სადაც რწმენა აღარ არსებობს და რწმენა აღარ არსებობს. ეხლა მით უმეტეს ძალიან გართულდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დაკარგეს რწმენა, გარბიან ეგერ ხალხი ხედავთ, ხო? ანუ აღმოჩნდა, რომ ეს ფსევდორელიგია ყოფილა. ანუ ბიძინას, ესე რომ ვთქვათ, ოლიმპიდან მართვა ჭრდილიდან, ეს ყოფილა ფსევდორელიგია და ეს ყველაფერი იმსხრევა. მე იმის კი გარბიან, მაგრამ ასევე ჩვენ სამსჯელო გვექნება, სად მიდიან და სად შეიძლება წავიდნენ და რა ძალები არსებობენ, იმიტომ რომ თუ მაინც ქართული პოლიტიკა ბიძინას და მიშას შორის მოძრაობს, ეს ადამიანები დღეს მისგან გაქცეულები სამომავლოდ ალბათ მისი ბუნებრივი მოკავშირეები უფრო იქნებიან, ვიდრე ვინმე სხვისი. ნუ ეგ არავინ არ იცის, პოლიტიკური პროცესი აჩვენებს ამას, ხო, რა იქნება, როგორ იქნება. ბიძინა ივანიშვილი ეხაც მე ვფიქრობ, აი რესურსების მონოპოლიზაცია რისთვის უნდა, ხო? ნუ რაღაც კონკრეტული გეგმები აქვს და გარდა ამისა, ის ესე კი აღარ უყურებს ამ პარტიულ რესურსს და პარტიული რესურსი სავალალო მდგომარეობაშია დღეს საქართველოში, ხო? ბოლო-ბოლო ნებისმიერ საჭირო მომენტში ის ფიქრობ, წინა საარჩევნო შეუძლია, ესე რომ ვთქვათ, ბითუმად იყიდოს პარტიები. დაუშვათ, ხო? არა ისე რომ ეხა მოიბას და ესენი ყვებოს, ხო? წინა საარჩევნო შეუძლია ამის გაკეთება. ჩვენ ხო ნახეთ საარჩევნოთ რა გააკეთა, ხო? გამოაცხადა რომ 600,000 კაცის იმას ვიხდი, ხო? და გადაიხადა რა. როდესაც აი რესურსების მონოპოლიზაციის ხიბლი მისთვის ამაშია,
თუ რესურსები იქნება მარტო მის ხელში და ალტერნატიული რესურსი არ იქნა, ესეთ შემთხვევაში ის ძალიან მარტივ შეიძლება ცინიკურად, მაგრამ ძალიან მარტივად უყურებს რა. პარტიასაც იყიდის, პოლიტიკოსაც იყიდის და იმასაც, ხო? შეხედავს წინასაარჩევნოდ რა კონიუნქტურა იქნება. ეს ხალხი სად გარბის მაშინ ეს არიციან, რომ ეს ხალხი სად გარბის მაშინ. შეიძლება იმიტომ გარბიან, რომ მე 10-მაგად გაიყიდონ, ხო? ეხლა იმიტომ რომ შიგნით რო რეკლამა გვაქვს ეთერში და შიგნით ფასი არა გაქვს და გარედან შეიძლება რაღაცა ფასის გადაგიხადოს ვიღაცა, მეგრე ხო არა? თქვენ უკვე ჩვენიანი ხართ და ჩემთან ერთად უნდა სრუნავდეთ, რომ რეკლამა იყოს, ვთქვათ, ეთერში და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, მე და გია და ჩვენ ვართ სტუმართან ერთად. გია სურვილი იყო სხვათა შორის ჩვენი სტუმარი ყოფილიყო მაია მწარიაშვილი. მაია, გამარჯობა. გამარჯობა ბატონო გია. მოგესალმებით. რა ვიცი, ჩვენი ფორმატი ისეთია, შეგიძლიათ თქვენს დაგვისვათ კითხვები. კითხვები დაგებადათ, ასე რომ შეგვიძლია უბრალოდ ვისაუბროთ. დიახ. ამდა მე დაგისვათ ესეთ კითხვას, აი გავიხსენებ ბრედ კავანოს წარდგინებას ტრამპის მიერ და მე რა პერიპეტიები მოყვა ამას მე კონგრესში, იცით თქვენ რა თქმა უნდა. როგორ გაუხსენეს 93 წელს რაღაც რომელიღაც სტუდენტების შეხვედრაზე ცუდად მოიქცა და ამ შემდეგ რაც არ დადასტურდა და ნუ ყოველ შემთხვევაში დიდი პერიპეტიები იყო და ამასთან დაკავშირებით მე მაქვს თქვენთან ესეთი კითხვა, რამდენად მნიშვნელოვანია საერთოდ მოსამართლისთვის რეპუტაცია მთელი მისი ბიოგრაფიის განმავლობაში, არა ისე რომ გუშინ სავლე იყო და დღეს პავლე გახდა როგორც პარლამენტის თავმჯდომარე გვეუბნება და თურმე ეს შესაძლებელი ყოფილა რომ გუშინ ცუდ საქმეებს აკეთებდა მოსამართლე და დღეიდან კარგად მოიქცევა, მიგაჩნია რომელი კონცეფცია მიგაჩნიათ სწორე ის რაც ხდება შეერთებულ შტატებში, როდესაც მთლიანად ფაქტობრივად რენტგენის ქვეშ ატარებენ, ხო და ისეთ საოცარ რაღაცებს უხსენებენ მოსამართლეებს, თუ ის რა მიდგომაც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს. დიახ. ესე იგი, ცხადია, თქვენ კითხვაში გარკვეულწილად პასუხიც იყო, დიახ, ცხადია, რეპუტაცია არის უმთავრესი და პრიორიტეტული. ჯერ რეპუტაცია და შემდეგ კვალიფიკაცია. აი სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეებსაც, როდესაც ვირჩევთ, იქ კრიტერიუმები რომ არის დაწერილი მოსამართლეების, ჯერ არის რეპუტაცია, კეთილსინდისიერება და შემდეგ არის უკვე კვალიფიკაცია. ანუ უპირატესობა ენიჭება რეპუტაციას და კეთილსინდისიერებას. ბოდიში, აი ამასთან დაკავშირებით, მე ხა იურისტი არა ვარ, უბრალოდ აი კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით ერთი კითხვა მიჩნდება, იმიტომ რომ კეთილსინდისიერება თითქოს ამ კრიტერიუმებში ეხაც არის, ხო? იუსტიციის საბჭო ამაზე აკეთებდა აქცენტს. ეხა კეთილსინდისიერება ჩემი გაგებით, არა იურისტის გაგებით, ძალიან ისეთი ესე რომ ვთქვათ, უფრო ფართო დიაპაზონის ტერმინია რა. ანუ კეთილსინდისიერი შეიძლება დამნაშავეც იყოს, ხო? თუ დანაშაულებრივ დავალებას იღებს და ჩემი აზრით მოსამართლეები ზუსტად ესე იქცეოდნენ დანაშაულებრივ დავალებებს იღებდნენ პროკურატურიდან, ანუ ხელისუფლებიდან პროკურატურის მეშვეობით, ამას ასრულებდნენ და ნუ ეხა ამბობენ რომ რა გვექნა, ხო? კანონი იყო ესეთი თუ ესე რომ ვთქვათ სისტემას ვემსახურებოდი და სხვა არგუმენტები აქვს. ეს კეთილსინდისიერება რამდენად სწორი ტერმინია აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ყურს არ ხვდება ეს იმ გაგებით, რასაც ქვია რეპუტაცია. რეპუტაცია ჩემის აზრით უფრო ვიწრო გაგების ცნებაა და უფრო მიზნობრივი ვიდრე კეთილსინდისიერება. თუმცა ალბათ განმარტებულია, ხო, რას ნიშნავს? დიახ, მე კეთილსინდისიერების ცნებაში, ანუ კატეგორიაში მოიაზრება რეპუტაციაც. შედის იქ დაწერილია კრიტერიუმებში, ანუ რეპუტაცია იზომება საზოგადოებაში პიროვნების რეპუტაციით, კოლეგებში რეპუტაციით და ასე შემდეგ. ანუ რეპუტაცია მხოლოდ ის არ არის ხშირად ხა ჩვენ მოსამართლეთა კანდიდატებთან დაკავშირებით ერთმანეთზე გვეუბნებიან ხოლმე, რომ მოსამართლეებს სარგებლობს მაღალი რეპუტაციით. აი მაგალითად მაია ლევან მურუსიძემ, რომელიც ხატსურათად იქცა სასამართლო სისტემის რეპუტაციაშიც და კვალიფიკაციაშიც უმაღლესი ქულები აიღო, ის კი არა და სადღაც 15 იყო მაქსიმუმი ქულა და 20 დაუწერეს. ანუ ჩათვალეს მისმა კოლეგებმა
აი ამ ორგანომ, რომელიც ხელშიც იყო გადაწყვეტილების მიღება, რომ ის ამას აკმაყოფილებს. ანუ ვისთვის რეპუტაციული მაშინ ამაზეც უნდა შევთანხმდეთ. თქვენ ახსენეთ კოლეგები და საზოგადოება, ანუ ყველასთვის. რა არის იცით ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მთელ ამ პროცედურებში დიანა ძალიან მნიშვნელოვანია ვინ ირჩევს და რა პროცედურით ირჩევს. ცხადია, არა მხოლოდ ის ვის ვირჩევთ. ვინ ირჩევს, რა პროცედურით ირჩევს და ვის ვირჩევთ. ანუ რეპუტაციული მოთხოვნა ყველას მიმართ არსებობს. პირველ რიგში მათ მიმართ ვინც ირჩევს და შემდეგ მათ მიმართ ვისაც ირჩევენ. ეხლა სხვა საკითხია გაწერილია, ყველაფერს ვერ გაწერ კანონში. ეს აქსიომა, ანუ ყველა პარამეტრი ვერ შეფასებითი კატეგორიები ყოველთვის შემოდის ასეთ ურთიერთობებში, ხო? ერთია კანონი ჯეუბნება რაღაც კრიტერიუმებს, რაზეც უნდა იმსჯელო შენ, ხო? მაგრამ მორალი, აი ნახეთ როგორი რამეა, კანონიც მორალიდან ამოდის, ხო? ზოგისთვის წითელ ხაზებზე ხშირად საუბრობენ ხოლმე, ზოგისთვის ეს წითელი ხაზები ჰორიზონტით არის, ზოგისთვის ძალიან ახლოა. მორალიც იგივე კატეგორიაა, ხო? ეს ზოგჯერ ძალიან ფართოა, ზოგჯერ ძალიან ვიწროა, მაგრამ რეპუტაციაზე უნდა ვიმსჯელოთ კონკრეტული საქმეებით. უკვე მოსამართლეზე როდესაც ვმსჯელობთ, ხო? მოსამართლის დანიშვნისას მე ასე ვთვლი და კატეგორია ეხა კრიტერიუმებზე როდესაც არის მსჯელობა, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ კონკრეტიკამდე აი მაქსიმალურად ასეთი კითხვები რომ არ იყოს და ეჭვები ეხა როგორიც თქვენ გაქვთ, ხო? რომ ძალიან ფართო შეფასებები არ იყოს, უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად კონკრეტიკამდე დავიყვანოთ. მაგალითად, საიდან მოდის რეპუტაცია, ხო? მისი საქმეები როგორ შეაფასავთ, თქვათ, მისი გადაწყვეტილებები როგორ შეაფასა სტრასბურგის სასამართლომ. მისი განხილული საქმეები მოხდა თუ არა პარლამენტმა რომ მიიღო პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, აი ეს დადგენილება, ხო, იმ კატეგორიის საქმეებზე. მის მიერ განხილულ საქმეებთან დაკავშირებით შემდეგ პროკურატურა რომ იძიებს სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულებს, ხო? აი იმ პროცესში ქონებებს რო აბრუნებენ მაგალითად სპეციალური დეპარტამენტია. დიახ, მის მიერ განხილული ისეთი საქმეები, სადაც გინდა ასეთი დარღვევები და შემდეგ ქონების დაბრუნება მოხდა. მართალია მინიმალურია ესეთი საქმეები, მაგრამ მაინც ნებისმიერ ასეთ საქმეში ჩათვალეთ მონაწილეობს მინიმუმ 7 მოსამართლე, ანუ პირველ ინსტანციაში 1, 3 შემდეგ ინსტანციაში და 3 შემდეგ ინსტანციაში. მაგრამ აი უფრო ცხადი რომ იყოს რეპუტაცია რას ნიშნავს, იცით? სასამართლოებთან დაკავშირებულ ყველა ფუძემდებლურ დოკუმენტში წერია, რომ დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტი არის დემოკრატიული საზოგადოების ნდობა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისადმი. ანუ საზოგადოების ნდობა არის დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტი, სასამართლოებისადმი ნდობა. ანუ ეს იმხელა ხარისხის ნდობაა. ეხლა ეს თუ დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია და ამ ხარისხში ამის შეფასება გაკეთებული ყველა ასეთ ფუძემდებლურ დოკუმენტში სასამართლოებთან დაკავშირებით, ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, აქ ის თეზა როგორ იმუშავებს, ანუ რამდენად ეს შეესატყვისება ამ სიმაღლეებს, რომ გუშინ ძალიან დიდი რაოდენობით ცუდ საქმეებს ჩადიოდნენ, სისტემურად და ძალიან დიდი რაოდენობით და დღეს ჩადიან დიდი რაოდენობით კარგ საქმეებს. გამოსავალი რაშია, იმიტომ რომ ამბობენ, რომ გამოსავალი არ გვაქვს ჩვენ ამ ადამიანებს ვერ გავყრიდით სისტემიდან, ყველაფერი ისე წარიმართა, რომ დღეს ეს არის სასამართლო სისტემა, რაც არის და რომ ისინი აქეთ ლამის ვთქვათ, დღის წესრიგს ადგენენ. ასეთი რეალობა ჩანს, არა? ეხლა ეს არგუმენტი გარდა იმისა, რომ ძალიან მოცდა და 6 წელი არ შეიძლება სულ აპელირებდა ერთი და იგივე არგუმენტზე და არავის არ სჯეროდეს ამ არგუმენტის, გარდა იმისა, რომ გაცვდა ტყუილია ეს არგუმენტი დიანა, რაზეც არაერთხელ ვისაუბრეთ. ანუ ის რომ ერთ დღეს ხომ არ გავყრიდით და ეს ზღაპრები იმდენჯერ მოვისმინეთ და ტყუილია. იმიტომ რომ ყველა მოსამართლეს გაუვიდა უფლებამოსილების ვადა, ვთქვით არაერთხელ. ყველა მოსამართლეს გაუვიდა უფლებამოსილების ვადა სხვადასხვა წელს. ყველა ეს მოსამართლე დღემდე მინიმუმ დაინიშნა კიდევ 2-3-ჯერ და მათი უმრავლესობა კიდევ სასამართლოების და პალატების თავმჯდომარეებად კიდევ დაინიშნა. ისე რომ ის არგუმენტი, რომ ყველას ერთ დღეს ხომ არ გავყრიდით, არ მუშაობს სწორედ იმიტომ რომ შემდეგ ეს მოსამართლეები დავნიშნათ ხელახლა. აი ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო ის ვის ვნიშნავთ, არამედ ის ვინ ნიშნავს. აი ამიტომ იყო ეს რეფორმა
სრულიად არაგონივრული და იუსტიციის საბჭოს აი ამ ფორმით ასეთი დისკრედიტირებული საბჭო რატომ მივიღეთ? იმიტომ რომ სისტემას არ გააჩნია თვით განახლების გაჯანსაღების უნარი, არ გააჩნია კორუფციული რისკებისგან თავის დაცვის, გადაზღვევის უნარი. სისტემა მთლიანად ჩაკეტილია და ეს ქართული მოდელი არავინ არ თქვას, რომ ასეთი მოდელები არსებობს სადმე. ეს მოდელი არის მოგონილი ჩვენთვის, ჩვენ სინამდვილეში და ხშირად გვასაღებენ ხოლმე, რომ ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოების ბოლო ჭეშმარიტება ამ ტიპის მოდელი თურმე მართლმსაჯულებაში. ჩვენ ნაცვლად იმისა, რომ ეტაპ-ეტაპ გაგვიჯანსაღებინა ხომ სასამართლო სისტემა, თქვა სხვადასხვა დროს ამოეწურათ ვადა მოსამართლეებს. იგივე მოსამართლეებს, ვიდრე იუსტიციის საბჭოში გადაბაზირდნენ სხვადასხვა დოზით, ანუ მსგავს შობს, ეს პრინციპი მუშაობს. იუსტიციის საბჭომ არაერთხელ ატკაციანისია რას ნიშნავს, ხომ? ეს არის ამ იუსტიციის საბჭოს მორალური განაცხადი მათ ღირებულებებზე, ხომ? მურუსიძის დანიშნვა რას ნიშნავს? დიაგნოზია იუსტიციის საბჭოს. ეს არის დიაგნოზია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ და ეს არის განაცხადი მათ ღირებულებებზე. ანუ იუსტიციის საბჭო თვლის, რომ კეთილსინდისიერების, კვალიფიკაციის, აი მოსამართლის მაღალი ღირებულების შესატყვისი კანდიდატები არიან ესენი. და ნუ მათ შორის დიდი დოზით საკუთარი თავი მოიაზრეს. ეს არის მათი განაცხადი მათ მორალურ ღირებულებებზე და სასამართლოს აქტებთან დაკავშირებით რა არის იცით, იქ ფუძემდებურ დოკუმენტებში სწორედ ღირებულებების რაცხადება ხდება. აი ამ ღირებულებას უნდა ატარებდეს ეს ღირებულებითი ინსტიტუტია. აქ ღირებულებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სისტემაში. აი, მე ვიზიარებ, ჩვენ ვიზიარებთ, მე მგონი ორივე, ხო, იმ მოსაზრებას, რომ პრობლემის სათავე ამ შემთხვევაში მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით არის იუსტიციის საბჭო. მე ავგიას თავლას ვეძახი სხვათა შორის და ამაზე პრეტენზიები აქვს. ეს გასაგებია. მე კიდე ერთი კითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით, კორუფცია ახსენეთ თქვენც ეხლა და ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი აი შიგასაუბრებში, ქართულ ოცნებაში, ხო, იმ ადამიანების, რომლებიც ლობირებენ აი ამ მანკიერ სისტემას, ჩვენი გაგებით, რა თქმა უნდა, ეხლა მათი გაგებით შეიძლება სხვანაირია. მთავარი არგუმენტი, ფუნდამენტური არგუმენტი მათი მხრიდან არის ის, რომ ეს ხალხი რომ მოშორდეს, ანუ კლანს რო ვეძახით, ხო? დაიწყება სრული ქაოსი, აღებ მიცემობა და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. ანუ კეთილი მიზნებით ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზისკენ მიგვითითებენ ქართული ოცნების ლიდერები, რომლებიც აი ესე ფუთავენ ამას, რომ ეს ხალხი რო წავიდეს და ქაოსი დაიწყება სასამართლო სისტემაში, დაიწყება ფულის აღება, კორუფცია და ვეღარავინ ვეღარ გააკონტროლებს ამას, იმიტომ რომ ამის თავი, ესე რომ ვთქვათ, მხოლოდ მურუსიძე, ჩინჩალაძე და ამ ხალხს აქვს. ესენი რომ წავიდნენ, დაიღუპება მთელი სასამართლო სისტემა. აი ეს არის მათი არგუმენტი და ამას არ გეუბნებით მე ხა არ ხუმრობ ნამდვილად გეუბნებით ზუსტად ვიცი რომ აი ამ არგუმენტით საუბრობენ შიგა განხილვების დროს. აი თქვენ გონიათ მართლა ესე იქნება რომ ეს ხალხი რო წავა ქაოსი დაიწყება სასამართლო სისტემაში და რაღაც საშინელებები დატრიალდება? იცით რა არის ბატონ გია, ხომ? ეს არგუმენტი ძალიან უსასწორი არგუმენტია და უფრო კატეგორიულად თუ ვიტყვი, ყალბად გაგებული საჯარო ინტერესი გახლავთ ეს. აი ხშირად სახელმწიფო ინტერესების ადვოკატირებას რომ იბრალებენ ხოლმე და ყველა ასეთი ტიპის რცევას რომ ხსნიან იმ გარემოებით რომ თურმე სახელმწიფო ინტერესი ამოძრავებთ და ეს იმ ოპერიდან გახლავთ. ანუ ეს არის ყალბად გაგებული საჯარო ინტერესი. ინსტიტუციები უნდა იძლეოდნენ გადაზღვევის საშუალებას. მურუსიძე და ჩინჩალაძე რა კორუფციული რისკების, როგორ შეიძლება საღად მოაზროვნე ადამიანმა წარმოადგინოს კორუფციული რისკების გადამზღვევ გარემოებად. თვითონ სისტემა უნდა იყოს გადამზღვევი. ნახეთ ჩვენ შემთხვევაში და უვადო მოსამართლეებთან დაკავშირებით განსაკუთრებით, ანუ სისტემა კორუფციული რისკებისგან სრულიად დაუცველია. პირობითად წარმოვიდგინოთ მოსამართლის საშუალო ანაზღაურება 4000-5000 ლარი. ცოტა მეტი უზენაესში ვთქვათ, ხომ? ეს არის მათი შემოსავალი. აი უხეშად რომ ვთქვათ და ვთქვათ სხვა ფაქტორებზე არ ვისაუბროთ. სისტემას, რომელსაც არ გააჩნია შიგნით პასუხისმგებლობის არანაირი ინსტიტუტი, ანუ დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმები საერთოდ მოშლილია.
სისტემის შიგნით, ამის მაგალითები არ აგვაქვს, ხომ? სისტემა არ ამუშავებს ამ მექანიზმებს და სისტემის გარეთაც კორუფციული რისკების გადაზღვევის არანაირი მექანიზმები არ არსებობს. ანუ რა მექანიზმებით უნდა გადააზღვიო კორუფცია სასამართლოში? თვითონ მოსამართლის პასუხისმგებაში მიცემის საკითხი ასევე ჩაკეტილია სისტემაში. იუსტიციის საბჭოს თანხმობის გარეშე ვერცერთ მოსამართლეს ვერ მისცემთ პასუხისმგებაში. დისციპლინურ პასუხისმგებაში არ მისცემს, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში ვერ მისცემ და კორუფციული რისკები როგორ უნდა გადააზღვიო, როდისაკეთ გახდა კეთილსინდისი, არ ვიცი, აი კორუფციული რისკების გადაზღვევის სიმბოლოდ, მურუსიძე, ჩინჩალაძე და ვთქვათ, მათი არ ყოფნა ამ არგუმენტის თქვენ თუ გაქვთ პასუხი კითხვაზე, ცოტა პოლიტიკური ექსპერტის, ესე ვთქვათ, რანგში მინდა გადაგიყვანოთ, რატომ არის ამ პარტიისთვის ეს ადამიანები, რატომ არიან ასეთი ძვირფასები, ეს ჩანს მათ პოლიცსაბჭოს განცხადებებში, მათ განცხადებებში, იმაშიც რომ წასულები ამბობენ რომ სწორედ ამ თემის გამო ამ პარტიაში დარჩენის რესურსს ვერ ხედავენ, იმიტომ რომ ამ ბიჭებს, სასამართლოს ბიჭებს ლობირებენ პარტიაში და ასე შემდეგ. რატომ არიან ისინი ძვირფასები? ჩვენ ვისაუბრეთ ამას. დავაზუსტებ ესე რომ ვთქვათ ამ კითხვას, უფრო სწორედ უფრო ჩავღრმავდები, ხო? ანუ თქვენ რას ფიქრობთ? ეს არის აქ შეიძლება არსებობდეს შანტაჟის ელემენტები სხვადასხვა საქმეებთან დაკავშირებით დაუშვათ იგივე რუსთავი გახმაურებული საქმეები აქვს ხედველობაში რუსთავი 2-ის ან კიდე რაღაც სხვა საქმეები სადაც შეიძლება რაღაც კაბელების და ასე შემდეგ სადაც შეიძლება რაღაც ურთიერთობა ყოფილიყო თუ უფრო სამომავლო დღის წესრიგიდან გამომდინარე გაჩნდა ამ ადამიანების იყოფნაში რაღაც უფრო იყოფნის აუცილებლობა რამდენად შესაძლებელია ხა გასაგებია მე იმას არ გთხოვთ თქვენ რომ ეს იცით თუ არ იცით ხო გასაგებია რომ ეს არ შეიძლება იცოდეთ მაგრამ თეორიულად თუ უშვებ შესაძლებლობას ან ერთის ან მეორეს ან ორივესი ერთად იცით როგორ არის საქმე ჩემი დარკვირვებით ეს სისტემა აი ასეთი კლანური მმართველობა და მათთვის ამხელა ძალაუფლების მიცემა ჩამოყალიბდა გზადაგზა და ხელისუფლების შეცვლისთანავე დაიწყო ეს პროცესები ანუ 2012 წლიდან მაშინ როდესაც სასამართლო სრულიად ობსტრუქციულ რეჟიმში მუშაობდა ანუ გამოძიების ორგანოებთან დაკავშირებით, ანუ გამოძიების პროდუქტი ძალიან კარგად გაკეთებული საქმეებიც კი სასამართლოში ძალიან რთულად, ასე ვთქვათ, მიდიოდა ლოგიკურ შედეგამდე. ამითი ივაჭრა, აი ზუსტად სასამართლო ხელისუფლების იმ რგოლში მოხვედრილმა პირებმა, ვიზაც ახლა საუბრობთ ხოლმე, ხო, კლანის ვერტიკალში, ვისაც გულისხმობთ, მე ჩემი დარკვირვება ეს გახლავთ რომ ხელისუფლებასთან მათ ივაჭრეს, ასე ვთქვათ, თავისი პროდუქტით. ხელისუფლებას შესთავაზეს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ასეთებით, შეგვიძლია ვიყოთ ასეთებით, შექმნეს პრობლემები და ივაჭრეს მერე ამ პრობლემებით. და ამის სხვათა შორის ამას უმრავლესობის წარმომადგენელთა რამოდენიმე კომენტარში მოვისმინე, ზუსტად აი ეს აზრიც, რომ მათ თქვეს, რომ რატომ არ მოგწონთ ეს მოსამართლეებიო, ეს მოსამართლეები მაშინ თუ ღებულობდნენ იმ გადაწყვეტილებასო, ეხლა მაგალითად სააკაშვილის ბრალდების საქმეს იხილავენ, ახალაიას ბრალდების საქმეს იხილავენ და ასე შემდეგ ფაქტიურად განზრახვა გაამჟღავნეს ამითი დიახ გარკვეულწილად აი ზუსტად თქვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე ამაზე რომ ხელისუფლება ტყვეთ აღმოჩნდა სასამართლოში აი ამ ვერტიკალში მოქცეული კლანის ხელში ჩავარდნილი სწორედ იმ საუბრობდი ეხა კითხები დიახ ხო და საქმეც ამაშია რომ მათ ასე ვთქვათ საკუთარი სერვისი შესთავაზეს ხელისუფლების დანარჩენ შტოებს ჩემი დარკვირვებით ხელისუფლების დანარჩენმა შტომ რატომღაც ჩათვალა რომ მათ უნდა ეყიდათ სასამართლოსგან ეს სერვისი არა და ვერც ერთი სასამართლო ვერ იტყვის უარს მართლმსაჯულებაზე აი ძალიან სიმპტომატურია ნახეთ ინდულგენციების დარიგება ყველა რეჟიმისადმი ხომ დღეს მაგალითად უსმენდი მოგეთ მაშინ იყვნენ იძულებულები რაღაც ტიპის კომუნიკაციაზე წასულიყვნენ რომ ობსტრუქცია არ გაგრძელებულიყო სასამართლოში და შემდეგ უკვე მოეწონათ მოირგეს აი
ამ დრამატურგიას რომ მივყვეთ ასე ჩანს? დიახ, შემდეგ მოეწონათ მოიგრძეს ისევე როგორც ზოგიერთი აი ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით არის ხოლმე წართვა იმ ხელისუფლებამ, წართმეულის შედეგი მოსწონს ამ ხელისუფლებას და არაბრუნებს. ეს დაახლოებით იმ ოპერიდან არის. აი დღეს რა მაგალითს ვამბობდი, ერთ-ერთ საქმე პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით ბრალდების საქმეს იხილავს ერთი მოსამართლე, ხომ? იმ ხელისუფლებაში, ვთქვათ, ამ მოსამართლემ პირობით ვადაზე ადრე გაანთავისუფლა ჯირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულები. მაგრამ იმ საქმეში მან საოცარი რაღაცეები დაწერა, იცით, როდესაც გაანთავისუფლა ვადაზე ადრე დაწერა, რომ იხილავდა ვითომ საქმეს, რომელიც ეხებოდა ქუჩაში მოქალაქეებს შორის ფიზიკურ შეურაცხყოფას. და თურმე ამის გამო გაანთავისუფლა ჯირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები, მაგრამ იგივე მოსამართლე დღეს ასეთივე წარმატებით იხილავს, ვთქვათ, პრეზიდენტ სააკაშვილის ბრალდების საქმეს. მანამდე განიხილა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულების პასუხისმგებლობის საკითხი. რობაქიძე არ ფიქრობს იმაზე, რომ ამ მოსამართლემ შეიძლება მისი საქმეც განეხილოს, მე რა. დიახ, განვითარების ლოგიკა ჩემთვის ბატონო გია ამას აჩვენებს. დიახ, ამის განთავდაცვის მექანიზმი არ არსებობს, ცხადია. მაგრამ ეს რომ ის სასამართლო სისტემა იყოს, რომელიც დიახ, ყველა ხელისუფლების პირობებში ასრულებს თავის მოვალეობას იმ სტანდარტით, როგორც უნდა ასრულებდეს, მაშინ ცხადია ჩვენ საზოგადოების წევრებს პრობლემა არ გვექნება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ აქ პრობლემა სხვა რამეშია. ანუ თვითონ პროცესის დისკრედიტაცია მოხდა. ნახეთ, ჩვენ თუ გუშინ იგივე მოსამართლე, როდესაც ჯირგვლიანის მკვლელებს ასე ვთქვათ, უშვებდა სასამართლოდან და ეს არ მოგწონდა, ხო? იგივე მოსამართლე დღეს ძალიან კარგად გამოძიებულ, ძალიან კარგი კეთილსინდისიერად გაკეთებულ ბრალდების საქმესაც რომ იხილავდეს, თვითონ პროცესია დისკრედიტირებული საზოგადოების თვალში. მაია, დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მაიას დავემშვიდობები და ბოლოს რეზუმეს სახით, რაშია დღეს გამოსავალი? აი პირველი ნაბიჯები რაშია, იმიტომ რომ არის საუბრები, რომ აი ახალ ხალხს შემოვიყვანთ. მე სხვათა შორის სულ სკეპტიკურად უყურებ ახალ ხალხს, იმიტომ რომ ძველი გამოცდილი ბრძოლაში არ ვიცი სხვადასხვა დროს დანახი მირჩევნია. იმდენჯერ გვაქვს გავლილი, ხო, ახალ ხალხს, ახალი ხალხის ილუზია ბიძინა ივანიშვილს რამდენიმეჯერ ქონდა, მათ შორის ჩემი იყოფნის პერიოდშიც, რომ ეხა ვიღაცებს მოიყვანდა და რაღაცა მოხდებოდა, მაგრამ სინამდვილეში ხარისხი იკლევდა ყოველ შემდეგ ციკლში და ჩანს, ხო, რეალურად. ეხა შეიძლება ინგლისური იციან, მაგრამ პოლიტიკური კომპეტენცია ეხა ეკა ბესელია, ტალეირანია იმათთან შედარებით, ხო? ეხა კი ვიღაცა შეიძლება მოწონდეს ან არ მოწონდეს, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი ეხა იმათზე მაღლა ხო დგას. ანუ ხარისხის დეგრადაცია ხდება, დეგრადაციის პროცესი მიდის. ყველა ეს სამწუხარო ის არის, რომ რეალურად აი ამ TBC-ის საქმით და ეხლა რაზეც მაია საუბრობდა ამ მართლმსაჯულების პოლიტიკურ ვერტიკალში ჩაყენებით, ფაქტობრივად ქართული ოცნება ასრულებს ნაციონალური მოძრაობის როგორც სისტემის გადმობარების პროცესს. ანუ ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა, რომ მე ვარ სამართალ მემკვიდრე ყველა იმ მანკიერების, რაც დამახასიათებელი იყო სააკაშვილის ხელისუფლების. მაგრამ კრიტიკებთ თქვენ ნაციონალური მოძრაობის მოკავშირეობით დაგაკომპლექსებთ. და სინამდვილეში ეხა და მეორე ეტაპზე ეხა რას აკეთებს? ქართული ოცნების გარიცხვის პროცესი დაიწყო ეხა ქართული ოცნებიდან, იმიტომ რომ ამ ხალხის წასვლა ესენი იყვნენ ქართული ოცნება, ხო? ანუ დღეს ეს ახალი ნაციონალური მოძრაობა უკვე თავისი რიგებიდან რიცხავს ქართულ ოცნებას. აი ამ ტრაგიკომიკულ პროცესში ვართ. ეხა გამოსავალს რაც შეეხება, ხო, მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი აქ ეს პანაცეა არ არსებობს. მაგრამ არ დაგეთანხმები და ვიკამათოთ, თუ გინდა ეხა ვიკამათოთ, თუ გინდა ეთერს ვიკამათოთ, როგორც გინდა, ხო, რომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნება, მე ვფიქრობ, ეს არის მისი შანსი, არაფრის გარანტია არ არის. მისი შანსია საინტერესო იქნებოდა ნამდვილად, მაგრამ რაღაცა შეინარჩუნოს. თუ ყველა თანხდება ისედაც რომ მართავს, საიდან მართავს? ამას მხოლოდ იმისთვის აქვს მნიშვნელობა ვიმეორებ, რომ არაფორმალურ მართვას დავარქმევ თუ ფორმალურ მართვას. ეს არის კლასიკური. როგორც მართავს, ისე მართავს, ისე წარმართავს მომავალში. ინსტიტუციური წესრიგი განცდა პასუხისმგებლობის დაშლა. როდესაც პრემიერ-მინისტრი ზის პრემიერ-მინისტრის კაბინეტში და მას არ აქვს პასუხისმგებლობის განცდა,
ის სახელმწიფო მანქანა არ მუშაობს. აი წარმოგიდგენთ დღეს რა სიტუაცია გვაქვს, რომ ყავს აი Mercedes-ი, შეიძლება მე ბახტაძესთან დიდი არაფერი პრეტენზიები არ შეიძლება, ან ვის შეიძლება გქონდეს. ამ დროს პრემიერ-მინისტრია ვიზიტებით დადის, პირობებს აძლევს, ვიღაცას ტელეფონზე რეკავს, უთანხმებს, ხო? მე იმის თქმა მინდა, რომ არ შეიძლება მანქანა იყოს ერთგან და ძრავი იყოს მეორეგან. ეს მანქანა ფუნქციონირებას ვერ დაიწყებს, ვერასოდეს ვერ წავა, ხო? პასუხისგებლობის განცდა, აი ძალიან ძნელია ერთ მხრივ ვაკისრებთ ბიზნესმენიშვილს პასუხისგებლობას ფორმალურად. თქვენ გინდათ რომ არა ლეღვის ხევის აღმართზე იყოს ეს ძრავი, არამედ ინგოროყვას ქუჩაზე? მანქანაში იყოს ძრავი, მანქანაში რომ მანქანა წავიდეს, ეს მინდა რა. სადღაც გვერდზე კი არ იყოს და იქ არ მუშაობდეს და იქიდან აწვებოდეს. შიგნით იყოს. ეფექტურობა უნდა პირველ რიგში ეფექტურობა უნდა შეიძინოს სახელმწიფო მანქანამ და პასუხისგებლობის განცდა გაჩნდეს რა. ბიზნა ივანიშვილი ეხლა ჩვენ კი ვაკისრებთ პასუხისგებლობას, მაგრამ ის არ თulis რომ პასუხისგებელია ყველაფერს. კი, სიტყვიერად თქვა წინასაარჩევნოდ რო გაუჭირდა რომ ეხლა ჩემზეაო, მაგრამ რეალურად არ თulis. იმიტომ რომ ქვეყანას ხავს პრემიერ-მინისტრი, რამე დაშავდა მთავრობაში, ეკონომიკური წარუმატებლობაა. ის აგებს პასუხს ბიზნა ივანიშვილს მოხსნის ვინმე? აი, წარუმატებელია მთავრობა. ვის იმპიჩმენტს ვაცხადებთ, ან რა პროცესს ვიწყებთ, ხო, ბახტაძის, ეს ხო არასერიოზულია. ამიტომ აი ესეთი გაუგებარი აი ამ პრინციპებზე აგებული სახელმწიფო ხაპარში არსებობს არ ვადარებ ნამდვილად, მაგრამ უკვდავი კაშეი ხომ იცით? ყველაფრის გასაღები რაღაც ყავს მოკლავი ხის ქვეშ რაღაც გულია, მე იმ გულში ნემსია ნემს გადატეხავ. ასეთი გასაღები არის ოცნების მარცხი არჩევნებში, ეს ავტომატურად იქნება მისი წასვლის. დიანა, 2 წელი გვაქვს გასავლელი. იქამდე ხო. ეხლა ეს ბაბილონის გოდოლი ინგრევა, თავზე ინგრევა. ეს 2 წელი ჩვენ ძალიან რთული 2 წელი გველოდება. ჩვენ ხო არა ვარ დაინტერესებული რომ ეს თავზე თუნდაც ბიზნესმენიშვილს რატო უნდა ჩამოენგრეს, ხო? მე ხა ადამიანურად ხო არ მეჯავრება, კაცო, მე ადამიანური სენტიმენტები მაქვს. მე შეიძლება პოლიტიკურად ის ძალიან მწვავედ ვაკრიტიკო, მაგრამ ადამიანურად მე მისი მეტი გულშემატკივარია ვიდრე კობახიძე, ხო? კობახიძე რა ის გულშემატკივარია, კაცო, რამე რო აწყდეს აგ თავის მოსწონს ქართულ ოცნებაში და არა ყველაფერს ბიზნა მავალებდა და ეროვნული მოძრაობა უნდა გვიყვარდეს და არა ჩვენი თავი ეროვნულ მოძრაობაში. ასტას ვერ გააგდებინებენ კობახიძეს და აწერს რომ ბიზნა მავალებდა ყველაფერს, მე ერთი პატარა ბიჭი ვარო, ხო, ეგრეთ მათ ვერ გამიკრეჭია. ანუ აქ სხვა სიტუაცია იქნება. აქედან გამომდინარე ჩვენ ეს პერიოდი გვაქვს გასავლელი. კი ბატონო, ეს არის წამალი მაგრამ ესიც საფიქრალია ალტერნატივის ფორმირება როგორ მოხდება. ალტერნატივებზე ვიფიქროთ შემდეგ გადაცემაში რა ტიპის ეხლა ქართული ოცნების ანატომია შევეცადეთ ყოველ შემთხვევაში ძალიანაც არ გადაუღალოთ მაყურებელი. ახალი დღე დაიწყო რამდენიმე საათში ჩემი დღის ამბები მოდის. ამიტომ მე მზად ვარ დავრჩები თუ გინდა რა თუ ვინმე საქვს სურვილი მომწერეთ და ისე თუ რა ასპარეზია, რა პალიტრა, სად არის არჩევანი? აი სხვათა შორის რომან კაკულიამ თქვა თუ არ ვწდები პალიტრის ეთერში ასეთი რამ, რომ აი სად რაღაც მესამე ძალაზე იყო მისი მხრიდან საუბარი. შეიძლება სულ არ უნდა მაგალითად ბესელიას გაყვეს მის პირადი ემოვნების ამბავია, ან იქაც ვერ გძნობს თლად კომფორტულად თავს, მაგრამ ფიქრობს სად წავიდეს. მოგეთ სადმე თუ არის წასასვლელი, ან რა არჩევანი გვაქვს ამორი კაცის მიღმა, ამორი კაცის მიღმა, ამაზე ვისაუბროთ შემდეგ. დიდი მადლობა მაყურებელს, დიდი მადლობა გიას, ცოტა მეხამუშება ბატონი გია არ დამიძახო, მაგრამ შევეჩვევ. გაფრთხილებული მყავს დიანა ბატონი არ დამიძახო. დიდი მადლობა ყველას. დღეს დავასრულეთ მუშაობა, ახალი დღე დაიწყო. 2 საათზე მე დღის ამბებით ვიქნები ეთერში, მანამდე ხამია. ხვალ კი თქვენ ამ სტუდიიდან თამარ ჩერგოლეშვილი და ვახო სანაია მოგესალმებათ. ნახვამდის.